გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მე ვარ გიორგი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამოყავით დრო და ჩაერთეთ დღევანდელ ვებინარში. მოხარული ვარ მომეცემა საშუალება გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ცოდნა თემაზე, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ალბათ ყოველას გვიწევს ყოველდღიურად ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე შესაძლოა ჩვენს საქმიანობაში და აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს. ისე რომ მივიღოთ ზუსტი და რეალურად გამოსაყენებელი პასუხები და სწორედ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაც იქნება ზუსტად ეს AI-ისთან კომუნიკაცია, როგორ უნდა ვესაუბროთ AI-ს. ლექციის დროს თუ გექნებათ შეკითხვები, შეგიძლიათ დასვათ, ან ჩატში მოიწეროთ, ან შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და შემდეგ ლექციის დასრულების შემდეგ ვეცდები რომ ყოველს კითხვებს გავცე პასუხი. ლექციის განმავლობაში გვექნება როგორც თეორიული ნაწილი, ასევე მეორე ნაწილში გარკვეულ პრაქტიკულ მაგალითებსაც გაჩვენებ. ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩემს შესახებ. მე ვარ გიორგი ლომიძე, ვარ web developer-ი პროფესიით. ეხა უკვე web development-ს დაემატა AI ენთუზიასტი და ასევე ვარ content კრეატორი. მაქვს ცლიანი გამოცდილება tech მიმართულებით და მთელი ეს პერიოდის განმავლობაში ძირითადად დაკავებული ვარ საგანმანათლებლო კონტენტის შექმნით. აქამდე ეს იყო პროგრამირება, web development-ი, მაგრამ ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წელიწადია პროგრამირებასთან ერთად გადავერთე, ესე რომ ვთქვათ, AI-ზე და ვაკეთებ AI კონტენტს. კარგი, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის ესე კოლაბორაცია ჩემი და LD School-ის, ანუ Learn and Development School-ის, რომელიც კომპანიებს და ინდივიდებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს, როგორც ტრენინგები, კვლევები, ასევე კონსულტაციები და მაგრამ ჩვენი კოლაბორაციის შედეგად ტარდება დღევანდელი ვებინარი. LD School-ის დამფუძნებელი არის ელენე ზერეკიძე, ისიც გვესწრება დღეს ვებინარზე და მოკლედ ჩვენი კოლაბორაციის შედეგად ხვდებით დღეს ერთმანეთს. ესე იგი, სანამ უშუალოდ გადავალთ თემაზე, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, მანამდე მინდა ესე გავიაროთ რამდენიმე საბაზისო ტერმინი, რომლის ცოდნაც ჩემი აზრით არის აუცილებელი. შესაძლებელია ეს საბაზისო ტერმინები თქვენ უკვე იცოდეთ, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ მნიშვნელობა მაგალითად. ასე რომ გავიაროთ რამდენიმე საბაზისო ტერმინი, როგორც ეკრანზე ხედავთ, პირველი ეს არის LLM-ი. LLM-ი არის ინგლისური აბრევიატურა და ეს აბრევიატურა რო გავშიფროთ, ნიშნავს სიტყვასიტყვით large language models. რას ნიშნავს large language model? ქართულად რო გადავთარგმნოთ, პირდაპირ ეს არის დიდი ენობრივი მოდელი. ანუ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში რო ვესაუბრებით chatbot-ებს, როგორც არის მაგალითად ChatGPT, Google-ის Gemini, Grok-ი, DeepSeek-ი, არ ვიცი რომელ chatbot-ს ხმარავთ, ესენი, ანუ ეს chatbot-ები რეალურად არის დიდი ენობრივი მოდელი. ანუ დიდი ენობრივი მოდელი არის გაწვრთნილი დიდი რაოდენობის ტექსტურ მასალაზე და მისი დანიშნულებაა ტექსტის გენერაცია. LLM-ზე ცოტა ხანში კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებ, მანამდე ეს ტერმინები გავიაროთ. ესე იგი, მეორე ტერმინი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის პრომპტი და დარწმუნებული ვარ, პრომპტი ალბათ ხშირად გაგვიგია. პრომპტი ეს არის მოთხოვნა, ანუ ჩვენ რასაც წერთ chatbot-ს, ეს ყველაფერი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კითხვა, იქნება ინსტრუქცია, იქნება დავალება, ეს ყველაფერი არის პრომპტი. შემდეგი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი, ეს არის ტოკენი. ანუ ტოკენი რომ განმარტოთ, ეს არის ესე იგი ტექსტის მცირე ბლოკი, ანუ სიტყვის ნაწილი, რომელსაც AI იყენებს ინფორმაციის დასამუშავებლად. მაგალითად, ჩვენ როდესაც იგი მოდელს წერთ, გამარჯობა, როგორ ხარ, მაგალითად ამ ტექსტს როდესაც წერთ, ანუ ის ჩვეულებრივად ადამიანად პასუხობს. და ერთი შეხედვით თითქოს ანუ ჩვენ გონია რომ ის იაზრებს ამ ტექსტს, ანუ როგორც ტექსტია, როგორც ჩვენ ვკითხავთ, ეხლა ვიღაც რომ მოგწევს მეგობარი როგორ ხარ, ამის რო ვკითხავთ და პასუხს უბრუნებს, ზუსტად იგივე ხდება იქაც, თითქოს იაზრებს ამ ტექსტს და შემდეგ ვიბრუნებს პასუხს. მაგრამ რეალურად სინამდვილეში ეს ასე არ არის. ანუ პირდაპირ ესე იგი chatbot-ებს არ შეუძლიათ რომ ეს ტექსტი გაიგონ და გაიაზრონ. ამის ნაცვლად ხდება ამ ტექსტის დაშლა ტოკენებად. აი მაგალითად, ვავიღოთ სიტყვა გამარჯობა, შეგვიძლია ეს სიტყვა დავშალოთ მარცვლებად, ხო? აი გამარჯობა. აი დაახლოებით ესეთი პროცესი ხდება. ანუ ეს სიტყვა იშლება ტოკენებად. ოღონდ არა ზუსტად ის ერთ-ერთში
ისი არა როგორც მარცვლება დაშლა. ანუ შეიძლება ეს სიტყვა დაიშალოს 2 ნაწილად, შეიძლება 4 ნაწილად, 10 ნაწილად და ასე შემდეგ. ანუ ეს ტექსტი დაიშლება ტოკენებად, შემდეგ ამ ტოკენების დაშლა ხდება კიდევ რისხვით მნიშვნელობებად და ამის შემდეგ ესე იგი AI გვიბუნებს ამ ტოკენების საფუძველზე გვიბუნებს პასუხს. ამას კიდევ შევეხებით ცოტა დეტალურად ცოტა ხანში. ტოკენი კიდევ შეგვიძლია გავიგოთ როგორც საზომი ერთეული. აი მაგალითად, როდესაც ვიყენებთ ჩვენ უფასო ვერსიას, აი ChatGPT-ის უფასო ვერსიას, ესე იგი დღის განმავლობაში, როდესაც ვესაუბრებით, მე რაღაც პერიოდის შემდეგ გვადებს ლიმიტს, ანუ ვეღარ ვაგზავნით მოთხოვნებს. ეს არის იმის ბრალი, რომ თითოეული users აქვს გარკვეული რაოდენობა ტოკენების ლიმიტი. ანუ ჩვენ რომ მივახცევთ რაღაც რაოდენობა ტოკენების ლიმიტს, ამის შემდეგ უფასო ვერსიით აღარ შეგვიძლია რომ ვესაუბროთ. ანუ იზომებას ტექსტის მოცულობა, ესე რომ ვთქვათ, ტოკენების საშუალებით. ან მაგალითად, ვთქვათ, აი სხვადასხვა ვებ საიტებზე და ვებ აპლიკაციებზე გინახავთ დღეს უკვე არის ჩაშენებული ჩატბოტები. ანუ მაგალითად, მე როდესაც ვაკეთებ ვებსაიტს, ანუ ვებ აპლიკაციას და მინდა ჩავაშენო ChatGPT-ის ჩატი ამ აპლიკაციაზე, მე ChatGPT-ის ამაში ვუხდი თანხას. და ეს თანხაც გამოიანგარიშება ზუსტად ამ ტოკენების საშუალებით. მოკლედ, საზომი ერთეული არის ტოკენი იმ ტექსტის მოცულობის, რასაც ჩვენ უგზავნით და რასაც ის უკან გვიგზავნის. შემდეგი ტერმინი ეს არის output-ი, ეს მარტივი გასაგებია, ანუ რასაც ვიღებთ საუბრის დროს ChatGPT ან რომელიმე სხვა მოდელი, რასაც გვიგზავნის უკან, ეს არის output-ი, ანუ პასუხი ან შედეგი. შეიძლება იყოს ტექსტი, შეიძლება იყოს სურათი, შეიძლება იყოს ვიდეო და ასე შემდეგ. შემდეგი ტერმინი, რაც მინდა განვიხილო, არის კონტექსტის ფანჯარა. ანუ კონტექსტის ფანჯარა ეს არის, ესე იგი, ინფორმაციის რაოდენობა, რომლის დამახსოვრებაც და დამუშავებაც შეუძლია AI-ის ერთდროულად საუბრისას. ანუ მაგალითად, როდესაც ვესაუბრებით AI-ს და გვაქვს ძალიან გრძელი ჩატი, დასაწყის ტექსტი რეალურად AI მოდელებს აღარ ახსოვთ. ანუ აქვს რაღაც გარკვეული კონტექსტის ფანჯარა, რომლის უკანაც ის ტექსტები აღარ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ეს დამოკიდებულია, თქვათ, რომელ ვერსიას ვიყენებთ. უფასო ვერსიაში ეს კონტექსტის ფანჯარა ბევრად უფრო პატარა აქვს, ვიდრე თქვათ, პრო ვერსიაში. შესაბამისად, ხო, ნუ პრო ვერსიას რო ვიყენებთ, ესე იგი, უფრო გრძელი ჩატები შეგვიძლია გქონდეს ჩვენს ჩატბოტებთან. ეს არის კონტექსტის ფანჯარა. ეს კონტექსტის ფანჯარაც იზომება ასევე ტოკენების მეშვეობით. და ბოლო ეს არის ჰალუცინაცია. ესე იგი, ხანდახან ხდება ისე, რომ AI გვიგენერირებს პასუხს, ანუ რაღაც ინფორმაცია, მაგალითად რაღაც ინფორმაცია გვაინტერესებს და AI გვიგენერირებს პასუხს და დარწმუნებით გვეუბნება, რომ ეს არის ნამდვილად სწორი და უტყუარი ინფორმაცია, მაგრამ რეალურად შეიძლება ეს იყოს არასწორი და მცდარი ინფორმაცია. მაგრამ ამას მაინც გვიმტკიცებს, რომ ეს არის სწორი. ეს ჰალუცინაციები, ესე იგი, ძველ მოდელებში უფრო ხშირი იყო, ეხლა რაც უფრო დაიხვეწა ეს მოდელები, უფრო ნაკლებად ხდება ჰალუცინაციები, მაგრამ მაინც ხდება ასე, რომ ანუ 100%-ით არ უნდა ვენდოთ იმ ინფორმაციას, რასაც AI მოდელები გვაწვდიან. შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაინტერესებდეს და შემდეგ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე გვინდოდეს რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ამ დროს აუცილებელია, რომ ეს გადავამოწმოთ ჩვენი გზებით. შეგვიძლია უბრალოდ დავგუგლოთ ან მარტივად შეგვიძლია იგივე მოთხოვნა გავუგზავნოთ სხვა ჩატბოტებს და გამორიცხულია, რომ ახლა 5 ჩატბოტს ერთდროულად მოვიდეს ჰალუცინაცია და ერთდროულად ასა მცდარი ინფორმაცია მოგცეს. ასევე მნიშვნელოვანია ეს საკითხი, მაშინ როდესაც საქმე ეხება სამედიცინო მიმართულებას. ბოლო პერიოდში ხშირი არის შემთხვევები, როდესაც მეც მისაუბრია ახლა სამედიცინო თემებზე ჩატბოტებთან და არის ხშირად ესეთი შემთხვევა, რომ ანუ ესე იგი ექიმს აღარ ეკითხება ადამიანი და პირდაპირ ChatGPT-ის მიერ რაღაცა რეკომენდირებულ მედიკამენტებს თავს ან რაღაცა თავს და ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ამ დროს მოუვიდეს ეს ჰალუცინაცია, მოგცეს არასწორი ინფორმაცია და მოკლედ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები დროს ჰალუცინაციები შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს. ასე რომ ესეც გასათვალისწინებელი. ეს არის მოკლედ ის ძირითადი ტერმინები, რომელიც მინდოდა განმემართა, სანამ უშუალოდ მიუახლოვდებით ჩვენი
ვებინარის მთავარ თემას. ნუ ამის გარდა არსებობს კიდევ სხვა ტერმინები, სხვა ტექნიკური საკითხები, თუმცა ამ ეტაპზე ამის გარჩევა დიდად არ ვჭირდება. ეხლა მინდა ვისაუბრო კავშირზე ზოგადად ხელოვნურ ინტელექტსა და LLM-ს შორის, ანუ ენობრივ მოდელებს შორის. გულისხმობ chatbot-ს, ChatGPT, Gemini, Grok და ასე შემდეგ. ანუ დღეს ეხლა ადამიანებს ცოტა არასწორი წარმოდგენა აქვს ვიღაც მაგალითად random ადამიანი რო გავაჩერდ და ვკითხოთ რა არის ხელოვნური ინტელექტი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გითხრას პირდაპირ არის ChatGPT. ან გითხრათ რომ არის რაღაცა პროგრამა რომელიც სურათებს აკეთებს ან ვიდეოებს აკეთებს და ასე შემდეგ. ეს თვალთ ეხლა მწდარი არ არის, ტყუილი არ არის, თუმცა მაინც ჯობია რომ განმარტოთ კავშირი ხელოვნურ ინტელექტსა და chatbot-ებს შორის. ანუ ხელოვნური ინტელექტი არის უფრო ფართო ცნება, არის ტექნოლოგია, რომელიც ესე იგი კომპიუტერულ სისტემებს აძლევს საშუალებას შეასრულონ ისეთი ამოცანები, რომლებსაც ადამიანი მოასრულებს და ადამიანური გონება ჭირდება. ანუ ხელოვნური ინტელექტი ახდენს ადამიანური გონების, ადამიანის ტვინის და ინტელექტის იმიტაციას. აქამდე სანამ ეს chatbot-ები შემოვიდოდა, სანამ ChatGPT, Google, Gemini და მსგავსი AI მოდელები შემოვიდოდა, ჩვენ იდეაში გვქონდა უკვე შეხება ხელოვნურ ინტელექტთან. მაგალითად, როდესაც ესე იგი ტელეფონს ავიღებ და Face ID-ით ხსნით ბლოკს, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი. ანუ სისტემამ იცის ჩვენი ვიზუალი და როდესაც უყურებთ ეკრანს, ის ამ ვიზუალს ადარებს თავის სისტემაში არსებულ ჩვენს ვიზუალს და თუ ეს ეთანხმება, მაშინ ხსნის ამ ბლოკს. ასევე ხელოვნური ინტელექტთან კონტაქტი, ესე ირიბი კონტაქტი გვაქვს სოციალური მედიის ალგორითმის მეშვეობით, ანუ სოციალურ მედიას ყველა ხმარობთ, ალბათ ყველა რაღაც დონეზე სკროლავთ ვიდეოებს და ზუსტად ამ შემთხვევაში მუშაობს ხელოვნური ინტელექტი. ანუ ჩვენ როდესაც სკროლავთ, ამ დროს ჩვენზე გროდება ინფორმაცია. ესე იგი, რა ტიპის ინფორმაცია გროდება? რა ვიდეოზე გავჩერდით, რა ტიპის ვიდეოზე გავჩერდით, რა ტიპის ვიდეო დავსკიპეთ, ანუ ავსკროლეთ, რა ტიპის ვიდეო დავალაიქეთ, გავაზიარეთ, ან მეგობარს გავუგზავნეთ, ეს ყველაფერი ეს ინფორმაციები გროვდება და როდესაც სკროლავთ, ანუ ეს ერთი ხელის ასმა, ესე იგი აქტიურებს სუპერკომპიუტერს, რომელმაც უკვე იცის ჩვენ რო გავაგრძელოთ ეს სკროლვა, ანუ ზუსტად იცის რა ტიპის ვიდეო უნდა გამოგვიგზავნოს. ჩვენ რო ეხლა მაგალითად სკროლავდეთ და 10 ვიდეოდან ისეთი მაგალითად 7 მოგდიოდი ისეთი რომელიც არ მოგწონს და სკიპავ და 3 მოგდიოდი ისეთი რომელიც მოგწონს, ამ შემთხვევაში დიდი ხანი აღარ გავაგრძელებთ სკროლვას და შესაბამისად ანუ ზუსტად ისეთ ვიდეოებს გვიგზავნის ეს ალგორითმი, რომ მაქსიმალურად დიდი ხანი გაგვაჩეროს აპლიკაციაში და ესეც არის ზუსტად ხელოვნური ინტელექტი. გარდა ამისა, შეგვიძლია განვიხილოთ ხმოვანი ასისტენტი, ანუ სანამ ეს chatbot-ები შეიქმნებოდა, მანამდე მაგალითად Apple-ის ტელეფონებს, iPhone-ებს ქონდათ ხმოვანი ასისტენტი, ეს ცოტა უხერხული სახელი რო ქვია, ესეც ზუსტად იყო ხელოვნური ინტელექტი. ასე რომ, აქამდე ჩვენ უკვე გქონია შეხება ხელოვნურ ინტელექტთან. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს, ესე იგი, ამ ფართო ცნებაში მოიაზრება სხვადასხვა დარგები, როგორიც არის მაგალითად რობოტიკა, ანუ რობოტები ახლა ძალიან აქტუალური ხდება, ასევე როგორც ეკრანზე ხედავთ, ესე იგი, ნეირონული ქსელები, მასწავლება, ნეირონული ქსელები არის, აი დღეს რა ფორმითაც მუშაობს chatbot-ები, ანუ ჩვენი ტვინის მუშაობის იმიტაციას რო ახდენს, ნეირონული ქსელების მეშვეობით ხდება და ზუსტად აი ამ, ესე იგი, რაღაც ქვეჯგუფი არის ხელოვნური ინტელექტის კატეგორიებში არის ერთ-ერთი ქვეჯგუფი ეს დიდი ენობრივი მოდელები, ანუ chatbot-ები. ესეთი კავშირი არსებობს, მოკლედ ხელოვნური ინტელექტის ცნებასა და ამ chatbot-ებს შორის, ChatGPT, Gemini, Grok და ასე შემდეგ. შემდეგი, რაზეც მინდა ვისაუბრო, განვიხილოთ უშუალოდ რას ნიშნავს დიდი ენობრივი მოდელი და რატო აქვს ესეთი სახელი, დიდი ენობრივი მოდელი. დიდი ენობრივი მოდელი არის AI მოდელი, რომელიც არის დატრენინგებული უზარმაზარი მოცულობის ტექსტზე, ან წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ტექსტზე არის დატრენინგებული. აქ შედის მაგალითად მთელი ინტერნეტი, ან წარმოიდგინეთ მთელ ინტერნეტში რა მასალაც არის. ეს ყველაფერი არის შესული ამ მონაცემებში. ყველა წიგნი თუ რაიმე წიგნი დაწერილა არსებობს ციფრული ფორმით, ყველა დოკუმენტი, ყველა კვლევა, ასევე კოდი, ანუ თუ რაიმე კოდი დაწერილა და არსებობს ციფრული სახით ინტერნეტში, ესენიც ყველაფერი შედის ამ მონაცემებში. აი შედარებისთვის რო გითხრათ, მაგალითად, ეხა დღეს გვაქვს GPT-5 მოდელი, ChatGPT-ის, ასე 5.2 ვერსია და GPT-3, როდესაც გამოვიდა, GPT-3 გამოვიდა დაახლოებით 2 წლის წინ. GPT-3 რა
მოცულობის ტექსტზეც იყო დატრენინგებული, ესე იგი ეს ტექსტი წარმოიდგინეთ ადამიანს რო წაეკითხა 24/7-ზე, ანუ რო არ გაჩერებულიყო და წაეკითხა, მოუნდებოდა 2600 წელიწადი დაახლოებით. მეტი კიდე 2600 წელიწადზე მეტი. ანუ რა რაოდენობის ტექსტურ მასალაზე არის საუბარი, წარმოიდგინეთ, ამას ვამბობ GPT-3-ზე. და ეხლა გვაქვს GPT-5. GPT-3-ის მერე გამოვიდა GPT-4, რომელიც საკმაოდ დიდი განახლება იყო 3-დან 3 ვერსიის შემდეგ და დღეს გვაქვს GPT-5. ანუ დღეს უკვე რა რაოდენობის ტექსტურ მასალაზე არის, ესე იგი საუბარი. რას აკეთებს ეხლა LLM-ი, ანუ chatbot-ი? ნუ პირველი არის თავარი რაც არის ეს არის ტექსტის გენერირება, ანუ ახდენს ადამიანივით შეუძლია კონტექსტის გაგება, ეს მაინც ბრწყალებში, მაგრამ ნუ ესე გამოდის ამ უზარმაზარი ტექსტური მასალის წყალობით, მოკლედ ახერხებს კონტექსტის გააზრებას. ამასაც ვიტყვი რეალურად რა ხდება, გააზრება ხდება თუ ილუზია. ტექსტის გენერირება შეუძლია დიდი მოსლოვის ტექსტის შეჯამება, მისი რედაქტირება, ასევე შეუძლია ამასაც ბრწყალებში ვიტყვი შეუძლია იდეების გენერირება, ანუ რეალურად ჩვენ როდესაც ვთხოვთ იდეების გენერირებას, შეიძლება ჩვენთვის რა იდეებსაც მოგვაწყვის, ის იდეები შეიძლება ინოვაციური და ახალი იყოს. ესე შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რეალურად აი ისეთი იდეების გენერირება, რომელიც ბუნებაში ჯერ არ არსებობს, ამ ეტაპზე ფაქტიურად შეუძლებელია. და ნუ ეს იდეები, რასაც გვაწვდის, რაც გონია ჩვენ რო არის ინოვაციური და ახალი, ეს იდეები დიდი ალბათობით ამ თავის უზარმაზარ ტექსტურ მასალაში, სადღაც არის რაღაც დოზით გაჟღერებული და ნუ იქიდან მოაქვს მოკლედ ეს იდეები. ნუ აიც ითვლება, რომ იდეების გენერირება ვიღაცათვის შეიძლება ის იდეა რაღაცა ახალი იყოს და ინოვაციური იყოს და მაინც მიაწერენ, რომ იდეების გენერირება იდეაში შეუძლია. ნუ ინფორმაციის ანალიზი, ნებისმიერ ტიპის ინფორმაციის ანალიზი შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა როგორ იქნება ეს, თქვათ, იურიდიული ინფორმაცია, ფინანსური ინფორმაცია, ნებისმიერ ტიპის ინფორმაციის ანალიზი შეუძლია და ასევე შეუძლია თარგმნა ნებისმიერ ენაზე, დღესდღეობით უკვე საკმაოდ კარგად თარგმნის, თითქმის ყველა ენაზე გამართულად თარგმნის. თარგმნა და ადაპტაცია, რას ნიშნავს, ანუ ერთდროულად შეუძლია მაგალითად ტექსტი გადათარგმნოს და ასევე მოახდინოს მისი ადაპტაცია. მაგალითად შეიძლება გვინდოდეს ტექსტის თარგმნა და პლუს დავავალოთ ეს ტექსტი წარმოგვიდგინოს ისე რომ გასაგები იყოს მაგალითად 10 წლის ბავშვისთვის და ერთდროულად შეუძლია ამის შესრულება, თარგმნას და ადაპტაციაც. ესე იგი, მარჯვენა მხარეს მაქვს პოპულარული LLM-ები, პოპულარული chatbot-ები, ნუ აქედან ალბათ უმეტესობა გვეცნობა, პირველი არის ChatGPT, OpenAI არის კომპანია, რომელმაც შექმნა ChatGPT და 5 და 2 ნიშნავს, რომ დღევანდელი, ესე იგი, უახლესი მოდელი არის 5 და 2. შემდეგ გვაქვს Gemini, Google-ის Gemini და დღევანდელი, ესე იგი, ვერსია არის 3.0 Pro, ცოტა ხანს გამოვიდა 3.0 Pro და ძალიან ძლიერი მოდელია და აქ ჩამოთვლილი მოდელებიდან ყველაზე კარგად საუბრობს ქართულ ენაზე, ან ქართულ ჭრილშიც რო განვიხილოთ, ყველაზე კარგად საუბრობს Google-ის Gemini. იდეაში, სანამ გავაგზავნეთ, მინდა გითხრათ, რომ ესეთი რაღაც რა, ანუ უმეტესობა ადამიანების იყენებს უფასო ვერსიებს ამ chatbot-ების. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სხვაობაა უფასო ვერსიებსა და ფასიან ვერსიებს შორის. აი ძალიან დიდი. ვისაც არ გამოგიყენებიათ ფასიანი ვერსია, ძალიან დიდი სხვაობაა უფასო და ფასიანი ვერსიებს შორის და შესაბამისად მე დღევანდელ ვებინარზე, როდესაც საუბრობ chatbot-ებზე, ესე იგი, ანუ ამ chatbot-ების შესაძლებლობებს, როდესაც ვახსენებ, საუბრობ, ესე იგი, pro ვერსიებზე. ანუ საშუალო არის, ესე იგი, უფასო ვერსია, არის pro ვერსია და არის პრემიუმი, მაგალითად pro ვერსია თუ გის $20, პრემიუმი $200. ნუ საუბრობ ამ საშუალო ზონაზე pro ვერსიებზე. და ამ უფასოს და ესე იგი pro ვერსიას შორის როგორი დიდი სხვაობაც არის, ისეთივე დიდი სხვაობა ამ pro ვერსიას და იმ პრემიუმ $200-იანი ვერსიების შორის. ხო, შემდეგი გვაქვს Claude, Anthropic-ის Claude, რომლის ესე იგი უახლესი მოდელი არის Opus 4 და 5. Claude, ესე იგი, ჩვეულებრივი chatbot-ია, როგორც ChatGPT, Gemini, უბრალოდ უფრო მეტად გამოიყენება კოდის წერის დროს, ანუ კოდის წერა შეუძლია ძალიან მაგრად. თუმცა ქართულადაც ძალიან კარგად ლაპარაკობს, ხოლო შორის ChatGPT-ზე მე პირადად რა გამოცდილებაც მქონია Claude-თან ურთიერთობაში, ChatGPT-ზე უკეთესად ლაპარაკობს ქართულ ენაზე, ასე რომ შეგიძლიათ სცადოთ კოდის. შემდეგი გვაქვს Grok-ი, ეს არის XAI-ის, ანუ Elon Musk-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მისი ვერსია არის 4 და 1, ახლა მიმდინარე ვერსია. Grok-იც საკმაოდ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელია. სხვებისგან განსხვავებით, Grok-ს აქვს ერთი დიდი პლუსი, გამომდინარე იქიდან, რომ Twitter X-ი დღევანდელი, ანუ ყოფილი Twitter-ი ეკუთვნის Elon Musk-ს,
ანუ რეალური დროის ინფორმაციაზე აქვს ცდომა გროკს. ანუ სხვა მოდელებმა შეიძლება მოგვაწოდონ თქვათ ძველი ინფორმაცია, თუმცა გროკის შემთხვევაში ანუ გამომდინარე იქიდან რომ X-ზე აქვს ცდომა, უახლესი ინფორმაციები ან ნიუსები შეგვიძლია გროკისგან გამოვითხოვო და გროკი მოგვაწვის უახლეს real time ნიუსებს, ესე რომ ვთქვა. და ბოლო ეს არის DeepSeek. DeepSeek ალბათ გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ ალბათ 1-2 წლის წინ გამოვიდა და ერთი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია. ეს უფრო გაჰაიპებული იყო, იმიტომ რომ რეალურად დღეს ახლა მე პირადად არც ვიყენებ DeepSeek-ს და ალბათ ბევრს აღარ სახსოვს უკვე, მაგრამ მაშინ საკმაოდ ესეთი ხმაურიანად შემოაბიჯა ბაზარზე, არის ჩინური მოდელი. ძლიერი მოდელია, ანუ არ ვაკნინებ DeepSeek-ს, კარგად მუშაობს, თუმცა როგორი ჰაიპიც ჰქონდა, ისეთი მაგარი იდეაში დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ვერ არის. თუმცა ეს აიქრობა ამერიკულ და ჩინურ მოდელებს შორის, რა თქმა უნდა, გრძელდება და DeepSeek-ის ახალი და ძლიერი ვერსიებიც გამოდის. ამ ესე იგი მოდელების გარდა კიდევ არსებობს სხვა ჩატბოტებიც, მაგალითად არის ფრანგული ჩატბოტი LeChat, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერია, არსებობს Alibaba-ს მიერ შექმნილი ისეთი ჩინური მოდელი Queni და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი იქნება და საკმაოდ ესეთი არც თუ ისე სუსტი AI მოდელები იქნება დღეს ბაზარზე. ხო, ეს რაც შეეხებოდა დღევანდელ პოპულარულ LLM-ებს, ნუ რეკომენდაციის სახით მე პირადად ახლა ვიყენებ ChatGPT-ს და Gemini-ს. როდესაც ქართული ტექსტების გენერაცია მჭირდება, აუცილებლად ვიყენებ Gemini-ს. როდესაც პრომპტების, ანუ ამ მოთხოვნების დამუშავება მჭირდება, ანუ მე როდესაც ვაკეთებ რაღაც თქვათ მინდა, რაღაცა კომპლექსური დავალება მივცე chatbots, ამ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ყველაზე კარგად პრომპტების, ესე იგი, ამ სტრუქტურირებას ახდენს ChatGPT. ასე რომ ძირითადად ვიყენებ ამ ორ მოდელს, თუმცა თუ თქვათ კოდის წერა მჭირდება, იქ აუცილებლად ვიყენებ Claude-ს. აი ეს ამ სამ მოდელს ვიყენებ მე პირადად ძირითადად და თქვენს გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ეს მოდელები გამოიყენოთ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. როგორ მუშაობს LLM-ი სინამდვილეში, ანუ აზროვნებს თუ არა და მართლა შეუძლია თუ არა კონტექსტის გაგება, თუ ეს ყველაფერი არის ილუზია. მოკლედ, ესე იგი, სტანდარტული გაგებით, როგორც ჩვენ ადამიანები ვაზროვნებთ, ესეთი გაგებით, რა თქმა უნდა, ვერ აზროვნებთ. ჩვენ გაგვაჩნია თქვა ცნობიერება, გამოცდილებები, ემოციური ინტელექტი, ესენი ამ სისტემებისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, მაშინ ახლა ჩდება კითხვა, მაშინ რანაირად გვიბრუნებს ისეთ პასუხებს, რომელსაც ადამიანიც კი ვერ აბრუნებს და ადამიანზე ჭკვიანურ პასუხებს როგორ გვიბრუნებს. საქმე იმაშია, რომ იმდენად წეღრაზე ვსაუბრობდი, იმდენად დიდი მოცულობის ტექსტურ მასალაზე აქვს ცდომა, რომ საბოლოო ჯამში კი ჩვენ კი გვაქვს ცნობიერება და ჩვენ შეგვიძლია კონტექსტი გაგება, მაგრამ ამ ტექსტური ესე იგი მასალის საფუძველზე მაინც ახდენს ისეთი პასუხების გაცემას, რომელიც ჟღერს ადამიანზე უფრო ჭკვიანურად, ესე რომ ვთქვათ. ანუ ადამიანები არ ფიქრობენ, ისინი უბრალოდ პროგნოზირებენ ყოველ მომდენო სიტყვას. ანუ როგორ გვიბრუნებენ პასუხებს, როგორ აგებენ წინადადებებს. აკეთებენ ერთადერთ რამეს, პროგნოზირებენ. ანუ ჩვენ როდესაც მივცემთ, ანუ მაგალითად რომ მივწერთ რაღაცას, აი მაგალითად აქ მაქვს ახლა ესეთი მაგალითი ქართული ანდაზა, აღჭერ გაზომე და ეს რომ მივწეროთ, რას აკეთებს ახლა chatbot-ი ანდაზ. ამ სიტყვებს დაშლის ტოკენებად, ტოკენზე ან დიდი ხანი ვისაუბროთ ტოკენზე, ანუ ესე იგი პატარ-პატარა ბლოკებად დაშლის ამ სიტყვებს, წაიღებს დეკოდერი ქვია, შავი ყუთივით არის, მოკლედ დეკოდერში წაიღებს ამას. რეალურად აქ კიდე სხვა პროცესებიც მიდის, ამ ტოკენების გარდაქმნა ხდება მე რიცხვით მნიშვნელობად, მაგრამ ჩავთვალოთ ტოკენები. წაიღებს ამ ტოკენებს ამ შავ ყუთში, სადაც აქვს ეს ტექსტური უზარმაზარი მოცულობის ტექსტური ბაზა. ანუ კონტექსტური სტატისტიკური რუკა, ესე რომ ვთქვათ. როდესაც დაშლის ტოკენებად, ამ ტოკენებთან, ანუ ამ სიტყვებთან ახლოს, ამ თავის ბაზაში რა კონტექსტუალურად ახლოს, რა სიტყვებით, ანუ რა ტოკენებიც მოიპოვება, იმას აარჩევს და შემდეგ, ანუ ალაგებს ალბათობის მიხედვით, ან მაგალითად ახლა აქ მაგალითი რომელს გვერდით. ესე იგი, აღჭერ გაზომე და შემდეგი რა სიტყვა არის მოსალოდნელი, ესე რომ ვთქვათ. მაქვს თქვა მაგალითად ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, ათჯერ. ყველაზე მეტი ალბათობა თავის ამ უზარმაზარ ტექსტურ მასალაში ექნება რა თქმა უნდა ერთხელს და აირჩევს ამ სიტყვას. შემდეგ ისევ, ანუ ამ კონტექსტ ისევ გაუკეთებს ანალიზს თლიან ამ 4 სიტყვას, ათჯერ გაზომე და ერთხელ და იგივე პრინციპით აარჩევს შემდეგ სიტყვას.
არჩევს შემდეგ ტოკენს და ამ ტოკენებით აწყობს სიტყვას და საბოლოო ჯამში აწყობს ძალიან წინადადებას. ანუ აი ამ პრინციპით ხდება, ესე იგი, წინადადებების აწყობა. რეალურად ვერ აზროვნებს, პროგნოზირებს და საბოლოო ჯამში იმდენად დიდი მოცულობის ტექსტი აქვს ბაზაში, რომ ახერხებს საკმაოდ ჭკვიანური და სტრუქტურირებული პასუხების დაბრუნებას. ეს არის პრინციპი, რა პრინციპითაც მუშაობს ჩვენი ეს ჩატბოტები. კარგი. შემდეგი, ნელა გადავიდეთ უკვე უშუალოდ პრომპტინგზე, ანუ თემაზე, როგორ შეგვიძლია მივიღოთ სასურველი შედეგები, როგორი ტიპის პრომპტები უნდა გაუგზავნოთ ჩატბოტებს. რატო არის მნიშვნელოვანი სწორი მოთხოვნა? პასუხის ხარისხი, შედეგის ხარისხი, ანუ არ არის შემთხვევითი, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ვაგზავნით მოთხოვნას. მოთხოვნაში გულისხმობ პრომპტს. ანუ AI ესე არ აფასებს, ანუ კითხვა კარგია თუ ცუდია რა, ის უბრალოდ რეაგირებს ტექსტზე. და ამიტომ რაც უფრო, ესე იგი, კონკრეტული არის ჩვენი მოთხოვნა, მით უფრო ხარისხიანი პასუხი შეგვიძლია მივიღოთ. ცუდი მოთხოვნის შემთხვევაში, ან ძალიან მაგალითად თუ ძალიან ზოგადი არის ჩვენი კითხვა, პასუხის ესეთი რაღაცა ბუნდოვანი და ზოგადი იქნება და შეიძლება თვითონ, ანუ ჩვენ არასდროს არ უნდა ვაიძლოთ AI-ს, რომ თვითონ ივარაუდოს რაღაცები და თვითონ თავისი ვარაუდით გამოგვიზავნოს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში შეიძლება კი ის ინფორმაცია სწორი მართალი იყოს და შეიძლება რაღაც დონეზე სასარგებლოს, მაგრამ იმ მომენტში ის ჩვენ არ გვჭირდებოდეს და გვიწევს მე ანუ დიდი მიმოწერები ვაწარმოოთ, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ თავიდანვე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნა ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევა დაგშვიდეს, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი. ხო, ასევე აქ არის ერთი საკითხი, ანუ AI რატო გვჭირდება, რომ კონკრეტულად უთხრათ ის რაც უნდა მივიღოთ რა ის ინფორმაცია. ანუ AI არ შეუძლია აზრების კითხვა. ჩვენ როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვლაპარაკებით, შეიძლება ვიღაცა რაღაცას გვეკითხება, ან ის კითხვა შეიძლება კარგად ვერ ჩამოვაყალიბოს, მაგრამ ჩვენ ადამიანები მივხვდეთ რისი თქმა უნდა და გამოვიტანოთ დასკვნა. მაგრამ AI-ს ეს იდეაში არ შეუძლია. ანუ ზუსტად უნდა უთხრათ ყველაფერი ზედმიწევნით, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ანუ არ უნდა ვაიძლოთ, რომ რაღაცები თვითონ ივარაუდოს და გამოგვიზავნოს მოკლედ რაღაცა ბუნდოვანი და ზოგადი ინფორმაციები. კარგი, გადავიდეთ უშუალოდ, ესე იგი, პრომპტინგის სტრატეგიებზე. აქ მაქვს, ესე იგი, 6 პრომპტინგის, ანუ მოთხოვნის სტრატეგია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, ანუ ესე რაღაცა ერთიანი წესი და სტანდარტი არ არსებობს, რომ ანუ აი უეჭველად ესენი უნდა მივიწერო და მივიღოთ ესეთ პასუხს. ანუ ეს ყველაფერი ინდივიდუალური, ანუ დამოკიდებული არის დავალებაზე. რა ამოცანას უსახავთ AI-ს. თუ ჩვენ ახლა მაგალითად გვაინტერესებს თქვათ ვინ იყო ამერიკის მეათე პრეზიდენტი, ამაზე ახლა რაღაცა სტრუქტურირებული პრომპტების რაღაცა ჩამოყალიბება არ არის საჭირო, პირდაპირ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვიანი პრომპტი კითხვა გაუგზავნოთ ვინ არის ამერიკის მეათე პრეზიდენტი და ისიც გვიპასუხებს, ახლა არ დაიბრუნება და რა სხვა ინფორმაციებს არ მოგვაწევს. გვიპასუხებს და მოგვაწევს ამ ინფორმაციას. თუმცა თუ ხშირდება თუ გვაქვს რაიმე ესეთი კომპლექსური ამოცანა დავალება, ამ შემთხვევაში სასურველი არის, რომ აი ეს არის ახლა აქ რა სტრატეგიებიც მაქვს, იდეაში აი გამოცდილებიდან მიღებული სტრატეგიები უფრო არის, ვიდრე რაღაცა აი სტანდარტები გაწერილი რა. ნელ-ნელა გავიაროთ ყველა არ არის ისე ვინმე არ არის აუცილებელი რომ 6-ვე გამოვიყენოთ ყოველ ჯერზე, თუმცა ნუ თუ გაითვალისწინებთ ამას, კარგი იქნება კომპლექსური დავალებების შემთხვევაში. პირველი, ეს არის როლის მიცემა და შესაძლებელია ამავე დროს სტილის გაწევა. როლი, ანუ უნდა განუსაზღვროთ ჩვენ AI-ს, თუ რა როლი უნდა მიიღოს ამ დავალების შესრულების დროს. ნუ მაგალითად ახლა სლაიდზე მაქვს ერთი მაგალითი, იმოქმედე როგორც მარკეტინგის სპეციალისტი. ანუ თუ მარკეტინგთან დაკავშირებული დავალება გვაქვს, ან შეიძლება რაღაცა პოსტი გვინდოდეს, რაღაცა პროდუქტის გარეკლამა გვინდოდეს და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ ხარ მარკეტინგის სპეციალისტი. მეორე მაგალითი ასევე მე ხა პირადი გამოცდილებიდან, რასაც მე ხშირად ვიყენებ, არის მაგალითად ხშირად ჭირდება YouTube-ის cover ფოტოები რა, ანუ ვიდეოზე რა ფოტოებიც გვხვდებათ, ამ ფოტოების შესაქმნელად ვიყენებ ძალიან ხშირად. ამ შემთხვევაში ეხლა პირველი ვეუბნები, რომ შენ ხარ გამოცდილი იუთუბერი და პლუს
შემიძლია უთხრა თქვა ხარ ასევე რაღაც Photoshop-ის ექსპერტი. ამ დროს ეხლა თავის ამ უზარმაზარი ტექსტური მასალიდან აქტიურებს კონტექსტუალურად ახლოს მდგომ ტოკენებს, ანუ მარკეტინგთან ახლოს ყოფ ტოკენებს, ან სიტყვაზე YouTuber-თან სურათების შექმნასთან ახლოს ყოფ კონტექსტუალურად ახლოს ყოფ ტოკენებს აქტიურებს და რაღაცა სხვა ინფორმაციებს აღარ დაეძებს. მოკლედ ამ თავის ბაზაში. სტილს რაც შეეხება, ანუ შეიძლება როლი არ გაუწეროთ, შეიძლება გაუწეროთ სტილი, სტილის შემთხვევაში მაგალითად მომწერე დამიწერე ფორმალური წერილი. ან არაფორმალური წერილი, ან არის რაღაცა ნეიტრალური ტონის მქონე წერილი და ასე შემდეგ. ანუ შესაძლებელია რომ სტილიც გაუწეროთ როლთან, ან შეიძლება ორივე ერთად გაუწეროთ. მაგალითად, ანუ ხარ რაღაცა ანიმატორი და მჭირდება ანიმაციური სურათის შექმნა, ანუ როლიც არის და სტილიც არის ამ შემთხვევაში. მეორე ეს არის მიზანი, ანუ ზუსტად უნდა ჩამოვაყალიბოთ რა გვინდა, ანუ რა შედეგის მიღება გვინდა და რატომ გვინდა ამ შედეგის მიღება. თუ მარკეტინგის მაგალითს განვიხილავთ, შეგვიძლია აი ესეთი რაღაც მიწეროთ, დაწერეთ თქვა გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტი. თუ სურათის მაგალითად YouTube-ის cover photos მაგალითს დაუბრუნდები, ამ შემთხვევაში მიზანი არის სურათის შექმნა. ანუ მინდა სურათის შექმნა. ხარ YouTuber-ი და ამ შემთხვევაში მიზანი არის სურათის შექმნა. მიზნის შემდეგ ჩვენ უნდა გავწეროთ უკვე კონტექსტი. ანუ უნდა მივცეთ საჭირო ინფორმაცია. მიწერია საჭირო ფონური ინფორმაცია და თქვათ იმ სიტუაციური დეტალები. მარკეტინგის შემთხვევაში შეგვიძლია უთხრათ რა ტიპის აუდიტორიაზე გვინდა ესა თუ ის ამა თუ იმ ტექსტის დაწერა, ან რომელ სფეროზე გვინდა თქვათ რაღაცა კამპანიის გაშვება, ან რაღაცა კონკრეტული სიტუაცია. YouTube-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, ამ შემთხვევაში მინდა რა, ესე იგი კონტექსტი არის ვიდეოს, ანუ thumbnail, ანუ ვიდეოს cover photo მჭირდება. ამას ვეუბნები და ვეუბნები ამ ვიდეოში რა ხდება. ეს ვიდეო არის მაგალითად რაღაც ხელოვნური ინტელექტი ან რაღაცა სხვა თემაზე და მოკლედ ამ ვიდეოს შესახებ ვაწვდი პატარა ინფორმაცია. შემდეგი ეს არის ფორმატი. ფორმატი შეგვიძლია თქვათ მოთხოვოთ თქვათ რაღაცა C-ის სახით მოგცეს, ან ცხრილის სახით მოგცეს. თუ სურათი გვინდა შეგვიძლია უთხრათ თქვათ 4K რეზოლუციის სურათი მოგცეს, ან მაგალითად პროპორციები შეგვიძლია უთხრათ თქვათ 9:16 ვერტიკალური ფოტო მინდა, ან ჰორიზონტალური ფოტო მინდა. ასევე არსებობს სხვადასხვა ფორმატები, არის markdown ფორმატი, მაგალითად თუ დიდი რაოდენობით დიდი მოცულობის ტექსტი უნდა გამოგიგზავნოს, ამ შემთხვევაში ხელით თუ არ მოვნიშნოთ ეს ტექსტი, შეგვიძლია იქ კი აქვს copy-ის ღილაკი კი აქვს, მაგრამ სანამ უშუალოდ პასუხს დაგვიგენერირებს, მანამდე რაღაცას თვითონ რაღაცებს გვიყვება ხოლმე და ორ სამწიანადებას ამატებს და შეგვიძლია უთხრათ თქვათ markdown-ი არის ეს ფორმატი, შავი ესე ტექსტურ ამას გაჩვენებ ცოტა ხანში. შავ ტექსტურ ბლოკში ათავსებს ამ ტექსტს და პირდაპირ copy ღილაკი აქვს და უშუალოდ შედეგის დაკოპირება შეგვიძლია. მოკლედ ფორმატი შეგვიძლია გავუწეროთ და რა ფორმითაც გვინდა იმ ფორმით დაგვიგენერირებს ჩვენს ესე იგი პასუხს. შემდეგი ეს არის შეზღუდვები, შეგვიძლია დავუწეროთ შეზღუდვები, ან მივცეთ რაღაცა გაფრთხილება, რომ ანუ სიტყვების რაოდენობა კარგი მაგალითია, თქვათ დამიწერე ესე იგი ტექსტი, რომელიც იქნება მაქსიმუმ 1000 სიმბოლო. თქვათ უნდა იყოს აუცილებლად ფორმალური ან არაფორმალური მეგობრული ტონი, უნდა იყოს ფრანგულ ენაზე და ასე შემდეგ. ანუ შეზღუდვები შეგვიძლია დავუწეროთ. და ბოლო არის მაგალითი, მარკეტინგის შემთხვევაში თქვათ შეგვიძლია მაგალითად პოსტს, რაღაცა სარეკლამო პოსტს ვაწერინებთ პროდუქტზე, შეგვიძლია სხვა მსგავსი პოსტი ჩაუგდოთ, რომ აი ესეთი სტრუქტურის პოსტი მინდა, ან ესეთი სტრუქტურის ტექსტი მინდა, რომ დააგენერირო, მაგალითი ძალიან კარგად მუშაობს, ანუ ერთ-ერთში იგივე სტრუქტურის, ესე იგი, შედეგს გვაძლევს. და სურათების შემთხვევაში მაგალითად რომელიმე ჩემი ძველი cover photo მომწონს, ანუ ვიღაცა უცხოელი YouTuber-ის cover photo მომწონს და მინდა რაღაცა იგივე სტილში გამიკეთოს ის ფოტო, ის მაგალითისთვის შეგვიძლია ისიც ავუწვით. მოკლედ მაგალითი ძალიან მაგრად მუშაობს და შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოკლედ ეს არის ესე იგი ის ძირითადი სტრატეგიები, რომელსაც მე პირადად ვიყენებ და მეტნაკლებად გავრცელებული არის და კიდევ განმეორდები, ეს არის დამოკიდებული უშუალოდ ამოცანაზე, რა ტიპის ამოცანა გვინდა. შეიძლება აქედან გამოვიყენოთ 2, შეიძლება გამოვიყენოთ 6-ვე, შეიძლება დამატებით კიდე რაღაცა ინსტრუქციები მივცეთ და ასე შემდეგ. კარგი, შემდეგი გაჩვენებთ უშუალოდ, ესე იგი, მაგალითს, არაეფექტური და ეფექტური პრომპტის, ესე იგი აქეთ წითელ ფერში რაც მაქვს ეს არის, ანუ რა არის ახლა დავალება გეტყვით რა, მინდა თქვათ ჩემი ფოტო
გარდაქმნა პროფესიონალურ ბიზნეს პროფილის ფოტოდ. პირველი არაეფექტური მოთხოვნა. გამოიყენა ეს ფოტო და შექმნი პროფესიონალური სტუდიური სურათი ბიზნეს პროფილისთვის. ანუ იდეაში თითქოს ყველაფერს ვეუბნები. ანუ ფოტო უნდა შექმნას, ესე იგი უნდა იყოს სტუდიური, პროფესიონალური, უნდა გამოიყენოს ბიზნეს პროფილისთვის. თითქოს ყველაფერს ვეუბნები, მაგრამ ამას ახლა ზუსტად აი ამ მაგალითს გავაკეთოთ ერთად ახლა რეალურად დავაგენეროთ სურათი და ნახოთ რა შედეგს მოგცემს. რეალურად ეს ძალიან არაეფექტური მოთხოვნა. ანუ აქ როგორც მიწერია არ არის განსაზღვრული კონკრეტული სტილი, არც მიზანი, კონტექსტი არ გვაქვს, ანუ რა შეიძლება ჩავიცვა მაგალითად, როგორ შეიძლება გამოიყურებოდე, უკანა ფონი როგორი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. აქეთ მეორე მხარეს მაქვს ეფექტური მოთხოვნა. როგორც ხედავთ, აქ მაგალითად ახლა არ მაქვს გაწერილი როლი, ანუ არ ვაძლევ როლს, მაქვს უბრალოდ სტილი, უნდა იყოს ჰიპერრეალისტური, ანუ ესე იგი უნდა გამოვიყურებოდე რეალისტურად, არ უნდა იყოს რაღაცა ანიმაციური, ან რაღაცა არარეალური ფოტო არ უნდა იყოს. შემდეგ მაქვს მიზანი, ანუ ესე იგი ეს სურათი, უნდა შექმნას სურათი და უნდა იყოს მაღალი კლასის სტუდიური პორტრეტი. უნდა იყოს ადამიანი იგივე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი სურათების გენერატორები ცვლიდნენ საგრძნობლად სახეს, მაგრამ დღესდღეობით დღეს უკვე იგივე ChatGPT-ის ახალი სურათების მოდელი და Nano Banana Pro, Google-ის, ესე იგი სურათების გენერატორი ერთ-ერთში, აი 99.99%-ით ერთ-ერთში სვავს ვიზუალს. შემდეგ არის კონტექსტი, ანუ ესე იგი აქ ვეუბნები, ხო, აქ ესე იგი ვეუბნები რა უნდა ჩავიცვა. და როგორი უნდა იყოს ჩემი უკანა ფონი, შემდეგ მაქვს ფორმატის შემთხვევაში ვეუბნები რომ უნდა იყოს 4K რეზოლუციის სურათი, რეალისტური გამოსახულება და შეზღუდვაში უმეორებ იმას რომ სახის ნაკვთები და ვიზუალი უნდა შენარჩუნდეს და არ დაამატოს ჰასლს. კარგი, მოდი ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს გავტესტოთ. გადავიდეთ. ეს არის Google-ის Gemini-ის ჩატის ინტერფეისი. ესე გამოიყურება, ამ შემთხვევაში ვიყენებ Pro ვერსიას, ფასიან ვერსიას, რომელიც ღირს $20. შუაში გვაქვს პრომპტის ველი, აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ მოდელი, რომელი მოდელი გვჭირდება, ამ შემთხვევაში გვჭირდება Pro მოდელი, იმიტომ რომ გვინდა გამოვიყენოთ Nano Banana Pro, ანუ Nano Banana Pro არის ცალკე სურათების გენერატორი და Gemini არის ცალკე chatbot. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. უბრალოდ chatbot-ის ინტერფეისს ვიყენებ, რომ ეს მოდელი სურათების გენერატორი გამოვიყენო. უშუალოდ Gemini-ის და უშუალოდ ChatGPT-ის სურათების გენერაცია არ შეუძლია. უბრალოდ იქ არის ჩაშენებული, ესე ვთქვათ, მიბმულია ეს სურათების გენერატორი. ხო, პირველი რაც აქ ხელსაწყოებიდან უნდა ავირჩიოთ სურათის შექმნა. აქედან შეგვიძლია პირდაპირ აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ სურათების შექმნა, უნდა ავტვირთოთ ფოტო. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ რაღაც random ფოტოს, რაღაც ადამიანის ფოტო, რომელიც წელზევით არის გადაღებული, უკან არის შავი ფონი და ესე იგი პრომპტებიდან აი ამას ჩავსვავ არაეფექტურ პრომპტს, მოკლე პრომპტს და მოდი ესეთ ნახოთ რას დააგენერირებს. დიდი ხანი არ უნდება Google-ის Gemini, Nano Banana Pro სურათის გენერაციას და მოდი გავუშვათ და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. Nano Banana Pro სურათები ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არ არის და სურათების გენერაცია, მაგრამ გეტყვით რომ ჩემთვის და ალბათ დიდი უმრავლესობა ადამიანების ვინც იყენებს სურათ კონტენტის გენერაციას, Nano Banana Pro არის ნომერ პირველი სურათების გენერატორი, ცოტა ხნის წინ ChatGPT-მ გამოუშვა, ანუ ძალიან ჩამორჩა კონკურენციაში და გამოუშვა ახალი მოდელი, რომელიც, ძალიან ძლიერია თავისივე წინამორბედთან შედარებით, მაგრამ Nano Banana Pro-თან ვერ მოდის. მოკლედ დააგენერირე როგორც ხედავთ სურათი. ანუ ვიზუალი ფაქტიურად არ შეუძლია, ტანსაცმელი იგივეა. ერთადერთი რაც იცვალა არის უკანა ფონი. აქ ქონა შავი ფონი და აქ რაღაცა იმ შავ ფონზე უკეთეს ფონი კი ბატონო არის, მაგრამ როგორც ასეთი ბიზნეს პროფილის სურათი, ხო, არ არის, ხო, ის არ არის, მოკლედ რაც შეიძლება გვინდოდეს. და მინიმუმ რაღაცა სოლიდური ტანსაცმელი მაინც უნდა ჩაეცვა ჩვენი პერსონალით. აი, ეხლა მოდი დავაკოპირებ მეორე პრომპტს. და ნახოთ ამ შემთხვევაში რას გავიკეთებს. ესე იგი, სურათის შექმნა არჩეული გვაქვს, ისევ მოდი ავირჩიოთ და ავტვირთოთ უბრალოდ ჩვენი პერსონაჟი და გავუშვათ ჩვენი პრომპტი. იდეაში, როცა სურათებს ვაგენერირებთ, თქვათ, არ მოგვიწონა შედეგი,
უმჯობესი არის ხოლმე რომ მაინც გავხსნათ ახალი ჩატი და იმიტომ რომ იქ წინა სურათიდან შეიძლება რაღაცა ელემენტები აიღოს. ამ შემთხვევაში ხა არ ამგონია რომ ამ შემთხვევაში ალბათ შეგვისურვებს კარგად დავალებას, მაგრამ რომ იცოდეთ მაინც უმჯობესია თუ რაღაცა არ მოგწონს იგივე ტექსტის შემთხვევაში თუ ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ როგორც მინდა, ჯობია ხოლმე რომ თუ გზელი ჩატი არ არის და წინა ინფორმაციები არ გჭირდება, ჯობია რომ ახალი ჩატი გავხსნათ და ახლიდან დავიწყოთ მიმოწმება. ხო, ანუ ახლა აქ გვაქვს საერთოდ სხვა შედეგი, ანუ განსაცმელი შეცვალა, ასე სოლიდურად ჩააცვა პერსონაჟს, უკანა ფონიც უკეთესი არის ვიდრე წინა სურათში და მოგეთ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრომპტი გამოდგა ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე წინა შემთხვევაში. ეს უკანა ფონიც იდეაში ბევრად უფრო უკეთესი არის ვიდრე ეს ამ მუქ ფონს გულისხმობ ვიდრე წინა ფონი. მოგეთ ესე მუშაობს არაეფექტიანი პრომპტი versus ეფექტიანი პრომპტი. ამ შემთხვევაში განვიხილეთ სურათების მაგალითი. მეორე მაგალითიც მაქვს მომზადებული, ესე იგი ამ შემთხვევაში ესე დავალებას ვაძლევ ჩვენს chatbot-ს, გამიკეთეს კვლევა Coca-Cola-ზე მაგალითად, მაინტერესებს მის მარკეტინგი და პოზიციონირება ბაზარზე. ნუ ძალიან ისეთი რა ძალიან ზოგადი პრომპტი არის და ეხლა ამ შემთხვევაში აღარ დავიწყებ გენერაციებს გამზადებული აქვს, იმიტომ რომ კვლევის შემთხვევაში ცოტა დიდი ხანი შეიძლება მოუნდეს და რო არ გავუდინოთ. პირდაპირ გაჩვენებთ რა შედეგები მივიღეთ. აი ეს არის, მოგეთ ახალი ჩატი არის გახსნილი, აქ არაფერი მანამდე არაფერი არ გვაქვს მასაუბრები, ეს პრომპტი მას გაშებული და მოგცა ესეთი შედეგი. იდეაში ეხლა აქ იქნება რაღაც ინფორმაციები, რაც შეიძლება გამოგვადგეს, მაგრამ ასევე იქნება ინფორმაციები, რაც შეიძლება საერთოდ უსარგებლო იყოს და უნდა მოგვიწევს მთლიანი ტექსტის წაკითხვა და აქედან ამორჩევა ინფორმაციების, რაც იდეაში გვჭირდება. ანუ ესეც ითვლება, რა თქმა უნდა, არაეფექტიან პრომპტად, იმიტომ რომ კვლევის ჩატარება საკმაოდ კომპლექსური დავალებაა. ეხლა გაჩვენებთ მეორე პრომპტს. ამ შემთხვევაში გაწერილი მაქვს როლი, მიზანი, კონტექსტი და ფორმატი. ანუ 6 სტრატეგიიდან გაწერილი მაქვს 4 სტრატეგია. მეტი იდეაში არ ჩამოთვლია საჭირო დავემატებით. პირველი როლი არის იმოქმედე როგორც მარკეტინგის ანალიტიკოსი, მიზანი, ანუ გააკეთებს ცელი და სტრუქტურირებული კომპანიის კვლევა Coca-Cola-ზე, რომელიც გამოყენებული იქნება მარკეტინგული სტრატეგიის განხილვისთვის. შემდეგ არის კონტექსტი, ანუ რას ეხება კვლევა. მოგეთ აქ მაქვს რაღაც ჩამოწერილი ბრენდის პოზიციონირება, სამისტი აუდიტორია, მარკეტინგული არხები, ძლიერი ხარები, გამოწვევები და ასე შემდეგ. და ბოლოში მაქვს ფორმატი. ანუ აქ ეხა დავაკვირდეთ, ეღარას თქვი, ანუ ამ შემთხვევაში ეხა ამის დაკოპირება რომ მოგინდეს, კი აქვს აქ copy ღილაკი, მაგრამ შეიძლება აი ეს ტექსტის გამოყენება მაგალითად, რაც იდეაში არ გვჭირდება. აი თავში აქ ხოლმე კიდე რამდენიმე წინა დადება, რომ აი რა კარგი კითხვა, გაომიგზავნე და ყოჩახ და რაღაც ტექსტებს წერს ხოლმე და ისიც იდეაში არ გვჭირდება. ეხლა აქ ამ მეორე პრომპტში მიწერია ფორმატში, რომ თვლიანი კვლევა წარმოადგინე სტრუქტურირებულ markdown ფორმატში, რომ ეს თვლიანი პასუხის, ესე იგი, კოპირება შეძლო მარტივად და ეხლა გაჩვენებთ მოკლედ ამ პრომპტის საფუძველზე რა შედეგი დაგვიგენერილა. აი ეს არის იგივე პრომპტია ერთ-ერთი რაც ახლა გაჩვენეთ და აი ეს არის markdown ფორმატი. რასაც ვამბობ, შავი რაღაცა ტექსტური ბლოკი არის, გვაქვს copy ღილაკი და თვითონ პასუხიც, ანუ ერთ-ერთი რაც მოთხოვეთ, იმის მიხედვით აქვს ჩამოყალიბებული, სტრუქტურირებული, ყველაფერი არის გაწერილი. და ნუ ეხლა ეს რო არ დავიკითხოთ, ერთი შეხედვით თქვენს ალბათ დამეთანხმები და ამ შენეთ რომ ბევრად უფრო ეთესი და კარგი შედეგი მოგცა ასეთმა ჩამოყალიბებულმა სტრატეგიების მიხედვით, ჩამოყალიბებულმა და სტრუქტურირებულმა პრომპტმა. აქედან პირდაპირ დავაკოპირებ და წავიღებთ უშუალოდ კვლევის შედეგს. მოკლედ ესე შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ამ სტრატეგიების გამოყენებით, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი AI-სთან კომუნიკაცია. იდეაში სულ ეს იყო, ისი რაც მინდოდა. მადლობა ყურადღებისთვის. ესე იგი პირველი ვებინარი იყო ჩემი და LD School-ის კოლაბორაციით და მომავალშიც აუცილებლად შემოგთავაზებთ მსგავს კოლაბორაციებს სხვადასხვა თემებზე. თუ გაქვთ რაიმე კითხვები, შემიძლია გიპასუხოთ კითხვებზე. თუ არა, დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალში აუცილებლად დავგეგმავთ კიდევ მსგავს ვებინარებს სხვადასხვა თემებზე, უფრო სიღრმისეულს, უფრო ხანგრძლივს და მოგლეთ შეგიძლიათ ჩაერთოთ.